Ავარი თემა უკრაინაა და საგვერველია ევროპის უსაფრთხოება. ცოტა ხნის წინ ანტონიო კოშტა იქზე წერს ჩვენ რუსეთს მკაცრ სანქციებს ვუყენებთ პაკეტის შემდგომ ჩვენ გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის და გრძელვადიანი უსაფრთხოება მთელი ევროპისთვის. ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა ზელენსკის მაია სანდუსთან. ვრცელდება ეს კადრებიც. ჯერჯერობით არსად გამოჩენილა ირაკლი კობახიძე წინასწარ ვარაუდი წინასწარ შეიძლება რომ თბილად ის ამ შეხვედრის შემთხვევაში მაინც არ იქნება წარმოდგენილი თბილად კი არა ჩვენი ურთიერთობა როგორც ხედავთ სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან ესენი უკრაინა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე თუ დასავლეთ ევროპა ყველასთან საკუთარი პოლიტიკით ჩაჭრა ივანიშვილმა ყოველგვარი ურთიერთობის შანსი. გიგი კუბლაშვილი დიპლომატთა კლუბის წევრია ჩვენთან მოგესალმებით ბატონო გიგი. მოდით დავიწყოთ შედეგით რა აჩვენა სტამბოლის შეხვედრამ 2 საათიანმა პრინციპში დონიდან გამომდინარე არავინ ელოდა რომ იქ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღებოდა მაგრამ აი მსოფლიო ლიდერების ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ რა აჩვენა პუტინის აი ამ სვლამ. მოგესალმებით. დაახლოებით 1 წლის წინ მე მგონი თქვენ ეთერში ვსაუბრობდით ამ თემაზე რომ რაღაცა მომენტი დადგება, როდესაც მოლაპარაკების პროცესი აუცილებლად დაიწყება. ეს ამას დიდი პროგნოზირება არ ჭირდება, თუ ვთქვათ რაღაცა ელემენტარულად იცი ვთქვათ აი ეს ტექნოლოგიები, რომელიც დაკავშირებულია ვთქვათ აი ესეთ ვითარებასთან, ხო? მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანი რა არის? მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვთქვათ პუტინის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები და პირდაპირ ვისაუბროთ, ხო? ამას მოყვა ის რომ ფაქტობრივად ეს ადამიანი არ ჩამოვიდა, გამოგზავნა იქ, ვთქვათ, თავისი თანაშემწე ყოფილი კულტურის მინისტრი, რომელიც სხვა შორის უკრაინიდან არის წარმოშობით, მედინსკი. ეს ისტორიკოსი, რომელიც აი გადაცემების კურსიც რო ნახოთ, აი შეიძლება ვიყავ და რაშიზმის მხარდამჭერია პირდაპირ. ნუ წარმოუდგენელ რაღაც. ახლა მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს ეძახის კახეთს დაუშვათ და ასე შემდეგ და ნუ უამრავი, ასე ვთქვათ, ისეთი ляпსუსები აქვს, რომ ნუ სპეციალურად უბრალოდ თუ რამე გამოგონება სოფლიოში ყველაფერი რუსების გამოგონება და ასე შემდეგ. ეხლა რატო ვიძახი ამას? ამას ვიძახი, იმიტომ რომ პუტინის ძალიან აქტიური მხარდამჭერია, ერთგულების ერთგული დამამტკიცებელი ბევრჯერ ამ ნიშნით არის ის დიდი ალბათობით და აბსოლუტურად არ არის, თქვათ, არ წარმოადგენს რამეს, თქვათ, პუტინის გარეშე, იმიტომ რომ არის აბსოლუტურად დასაყრდენის გარეშე, თქვათ, მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. აი, ბოდიშვი ხთი ზუსტად მედინსკის ფრაზას ავრცელებს ეკონომისტის კორესპონდენტი იუწყება ასეთ რამეს. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ ვიბრძოლოთ 1 წლის განმავლობაში, 2-3-ის, რაც უნდა დიდი დრო დაგვჭირდეს, 21 წელი შვედეთთან ვიბრძოდით. თქვენ რამდენ ხანს ხართ მზად საბრძოლველად? ეკონომისტის კორესპონდენტი ამბობს, რომ მედინსკიმ უკრაინის დელეგაციას ეს კითხვა დაუსვაო დღევანდელ მოლაპარაკებაზეო. ეს ისტორიული წიაღწევები აქვს და არ ვიცი 21 წელი კი არა სამდღეში ომის დასრულების მსგავსი რიტორიკა ჩანს ამ შემთხვევაში, მაგრამ ხო, ეხლა რაც ეხება ვთქვათ უფრო ის შინაარსობრივ განხილვას, ხო? თავარი ალბათ აქ უნდა ვთქვათ ის, რომ პუტინისთვის ომის დამთავრება ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს. ეს არის 2-4, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ვთქვათ, აი ეს დაპირებები, რომელიც მას ჰქონდა, 3 წელიწადზე მეტი აგრძელდება ეს ომი და ვთქვათ ცხადია რომ შედეგი ის რასაც ისელოდა არ არის. 1.5 მილიონზე მეტი, ვთქვათ, არმია, რომელიც დგას იქ, რომელიც არ არის პროფესიული არმია, ეს არის ვთქვათ კონტრაქტით აყვანილი ხალხი, რომელიც მოbrunდება უკან და ეს კიდე ცალკე პრობლემა არის, რომელსაც ძალიან სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება ამის გადაწყვეტას. ამიტომ ის არ არის, ვთქვათ, მონდომებული იმაში, რომ ვთქვათ ეს ომი შეწყდეს. მისთვის, ვთქვათ, ეს ხალხი, რომელიც იხოცება, არ არის დიდი ფასეულობა რა. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, გადარჩეს თქვათ რომელიღაცა რაღაცა სამხედრო ტექნიკის რაღაც ერთეული ვიდრე თქვათ ვიღაცა არადარდებს ცოცხალი ძალა მას აბსოლუტურად არ აინტერესებს ეს ამბავი. ამიტომ ის შეეცდება ამის გაგრძელებას. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტაქტიკა ამ შემთხვევაში, ხო? მან გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დღევანდელი ამერიკის და ვთქვათ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დაინახა ეს სურვილი, რომ ძალიან მონდომებულები არიან ისინი, რომ რამენაირად მიიღწეს, ასე ვთქვათ, მშვიდობა. ხო, ის ცდილობს ეს ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ და ვთქვათ, მოთხოვნაზე აყენებს, თან რადიკალებში გადავიდა უკვე მარჯვენა სანაპირო, იქ რაღაცა, ასე ვთქვათ, ტერიტორიები, რომელიც ვერასდროს ვერ აიღებს იმის, ასე ვთქვათ, გადმოცემა, ამაზე იძახის, რომ ეს კონსტიტუციაში უკვე გვიწარია, რომ ხერსონი ჩვენია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ეხლა ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ რუსებს საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია აქვთ ამ კუთხით რა. მათ შეუძლია
შეუძლია ძალიან დიდხანს გაწელონ. ეს ხა მეთოდოლოგია ამისი არ არის რთული. თუ იცნობ ამ საქმეს, ასე ვთქვათ, იქ არის 3525 საშუალება იმის, რომ გაწელო მოლაპარაკებები, ხო? ამავე დროს ის უნდა გვესმოდეს, რომ ის ემზადება ძალიან სერიოზული შეტევისთვის. რა გამოუვა აქედან მე არაფერი არ მგონია, რომ რაღაცა დიდ შედეგებს მიაღწიოს, მაგრამ ის ეცდება ამის გაკეთებას და ასევე მას იმედი აქვს, რომ ასე ვთქვათ, ის შეძლებს, ვთქვათ, ტრამპის რაღაცნაირად თავის მხარეზე ბოლომდე გადმოყვანას, რაც ნაწილობრივ, რო ვთქვათ, რაღაცა მომენტებში, ასე ვთქვათ, მას გამოსდიოდა. ხო, ოღონდ მომენტებში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ტრამპის ამბობს, რომ მეორადი სანქციებიც არსებობს და თუ არ იქნა ყველას ესმის, რომ თუ პუტინი ეთამაშება შეერთებულ შტატებს და დასავლეთს და ეს ასეა, უბრალოდ დროს კიდევ იყენებს შეერთებული შტატები, ამ შემთხვევაში პასუხი იქნება ადეკვატური და ამ შემთხვევაში უკრაინის დახმარება ალბათ გაორმაგდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ესე მოხდება. რაც შეეხება ვთქვათ არსებულ ვითარებას, ხო? დღევანდელი არსებული ვითარების მიხედვით არავის არ გქონდა ხა იმის იმედი, ეს რუბიომაც განაცხადა სხვა შორის, რომ ამ დელეგაციის დონიდან გამომდინარე აბსოლუტურად ჩანსო, რომ აქ რაღაც სერიოზულ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთო და საერთოდ არ შეხვდა მათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამეც არის თავარია რომ ვთქვათ რუსული მხარისთვის თავარია ამ შემთხვევაში რომ ის ქმნიან აი რაღაცა შიდა მოხმარებისთვისაც რომ ეს პროცესი მიდის რაღაცა მოლაპარაკებები ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ამიტომ რაღაცა განსაკუთრებულ საკედან არ უნდა ველოდოთ ამ ეტაპზე თავარი არის რომ მე პირადად მაქვს იმედი ძალიან დიდი იმედი ასე ვთქვათ ევროპის რომელიც რაღაცნაირად იღვიძებს ცოტა ნელა მაგრამ იმედია რომ ვთქვათ ეს გაგვიძება მოხდება და უფრო რეალურად ვთქვათ აისახება ეს ფრონტის ხაზზე და ნუ ცხადია რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ვთქვათ ჩვენი და უკრაინის ძალიან დიდი მოკავშირეების ვთქვათ როგორც არის ვთქვათ ამერიკის კონგრესი და ვთქვათ იგივე ამერიკელი ხალხი რომელიც ცალსახად უკრაინის მხარეს არის და ეს არის შესაძლებლობა დღეს აი ტირანას კადრებს თუ შევხედავთ ნახეთ თქვენს ნახავდით ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის კადრებს მე მათ აუდიენციას ევროკავშირის ლიდერებთან ხომ გვაქვს ეს კადრები შეგვიძლია ვაჩვენოთ კიდევაც და აი მომენტი რომელიც ხო აი არავის ეგონა ალბათ რომ მას ერთმანეთის პირისპირ დასხდებოდნენ ხედავთ აგერ კადრებს ალევი ფაშინიანი და ისინი მოახერხებდნენ ამ პრობლემის რაღაცნაირად გადაჭრას ამ დროს იქ ვიცით რომ არის ირაკლი კობახიძე არ ვიცით რას აკეთებს არ ვიცით რას ითხოვს ან ითხოვს თუ არა საერთოდ ჯერ ერთი გალანძღული ყავს ყველა ევროპელი ლიდერი ივანიშვილის რეჟიმის პრემიერს და წარმომადგენლებს ყველა deep state-ს ეძახის და არ ვიცი გლობალური ომის პარტიას და ასე შემდგომ და ახლა იქ ჩასულია მაშინ რაზე სალაპარაკოთ არავინ იცის მაგრამ ჩვენ არ ვიცით საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ რაზე ლაპარაკობს ეს კაცი იქ არის თუ არა ეს პრობლემა ასეთ კრიტიკულ დროს როცა საქართველოს მთელი თავისი პრობლემებით ისტორიული მტრით 20%-ით ოკუპაციით ასეთ დროს უნდა კონდეს ძალიან გათვლილი გაწერილი დღის წესრიგი რომელსაც გაიტანდა ასეთი დიდი მოლაპარაკებების დროს. სად არის დღეს ეს ქვეყანა? აბსოლუტურად გეთანხმებით და ახლა თქვენ რაც აღწერეთ ეს სურათი, ეს ვთქვათ ნაწილია იმ პრობლემების, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას სამწუხაროდ, ხო? ამას უნდა დავამატოთ ეს ვთქვათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ამას უნდა დავამატოთ ვთქვათ უმძიმესი ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც რამდენიც არ უნდა ვმალოთ, ესე იქნება, ამას წყალი არ გაუვა. და მილიონი სხვა პრობლემა კიდე, ხო? ეხლა ცხადია რომ მისი ცდელობა არის ერთადერთი. მისი ცდელობა არის ორი სიტყვით, მარტივენით რო ვთქვათ რა. ჩვენ დაგვანებეთ თავი. ჩვენ ყველაფერს თავს დაგიქნებთ. ოღონდ ჩვენ შეგვეშვით რა. ჩვენ ვიცით, ასე ვთქვათ, არავის არაფერში არ ვთქვათ, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ვეჭქირებით, არც არაფერში არ მონაწილეობთ, მაგრამ ჩვენ დაგვანებეთ თავი. ეს არის მათი მესიჯი. დაგვანებეთ თავი და მოგვეცით იმის საშუალება, რომ ივანიშვილი იყოს განუსაზღვრელი ვადით, ასე ვთქვათ, საქართველოს სანამ ცოცხალია, ის უნდა იყოს, ასე ვთქვათ, და უნდა მართოს მეფესავით ეს ქვეყანა. აი ეს არის მთავარი მათი, ასე ვთქვათ, ცდელობა, მთავარი მესიჯი. ეხლა ტაქტიკურად ხან რაღაცას მოიგონებენ, ხან
იმას შეБER-ა ქვია, თქვათ რაღაცა შეტევა, ასე ვთქვათ, დიპლომატებზე, შეტევა ყველა ქვეყანაზე, ხო, რაღაც უშვერი სიტყვებით გინება, ვთქვათ, თავს გინებასაც თავი რო დავანებოთ, საქმით აკეთებენ, ამას საქმით აფუჭებენ ძალიან ბევრ ამას. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები დაგვეწია, მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობაო ირაკლი კობახიძე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აი ტირანაში და ამბობს, რომ ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულება ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ყველა აცნობიერებს იმას, რომ ხო ეს წავიკითხე და ასევე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის. იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და ასევე საბოლოო ჯამში ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის დიალოგი და ალბათ ამის გამოხატულება ის, რომ ხშირი ინიციატივები, როგორც ხო ეს ორ-ორჯერ წერია ამ განცხადებაში, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ეს კომენტარი, ვიდეო კომენტარი ირაკლი კობახიძის, ესე იგი ახლა იქ ჩავიდა. მე ხელი ჩამოართვა მას მაკრონმა და ახლა ეს წერს, რომ აი მოსწყურდათ ევროპელებს ჩვენთან დიალოგი და ესე იგი ჩვენ საჭირო ვართ ევროკავშირისთვის. ევროკავშირისთვის რომ საჭირო და საინტერესო ქვეყანა ევროკავშირმა ეს არაერთხელ დაადასტურა საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერით. ამიტომაც გვაქვს კანდიდატის სტატუსი და ამიტომაც გვპირდებოდნენ ევროკავშირის წევრობას და ამ გზაზე სიარულში ხელშეწყობას, რომ არა კობახიძის და ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები, აი მუხრუჭი რომ ჩაურჭო საბურავს ზუსტად ისე სპეციალურად ჩაშლილი ეს გზა და შეფერხებული ევროინტეგრაცია, უარი ევროინტეგრაციაზე, რომელიც გამოაცხადა დიახაც რომ ირაკლი კობახიძემ. ახლა პროპაგანდას ცდილობს ეს შეატრიალოს სხვანაირად. ხო, გეთანხმებით და ეხლა ისიც უნდა გვახსოვდეს და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეხლა ევროპული დასავლური დიპლომატია საერთოდ, ხო, და ვთქვათ დასავლური კულტურა. ყოველთვის, ასე ვთქვათ, იყენებს, ვთქვათ, იმ საშუალებას, რომ თუ არის რაღაც შანსი, ვთქვათ, დიალოგის, ხო? ოღონდ დიალოგის ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის იმაზე, რომ აი ეს უნდა გააკეთოთ, აი ეს უნდა შეასრულოთ, ეს უნდა აღასრულოთ. და ნუ რაზე ახლა აქ ლაპარაკი? აქ ლაპარაკი არის, ვთქვათ, პოლიტპატიმრებზე, აქ ლაპარაკი არის, ვთქვათ, არჩევნებზე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ესეთი ტიპის ფორუმები, სადაც პროტოკოლის მიხედვითაც კი ვიღაცა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, ვთქვათ, საქართველოსთან, ხო? ცხადია, რომ ვთქვათ, ესეთი ტიპის ფორუმებზე მე არ გამიკვირდება, რომ ესეთი დიალოგები შედგეს და ეს ევროკავშირის მასპინძლობით არ არის სამიტი, ეს არის კი ბატონო, პოლიტიკური გაერთიანების შეკრება შესაბამისად. ასე რომ ეს ყველაფერი ეს ამან არ უნდა გავაკვიროს. ჩვენ უბრალოდ თავარია და მე აბსოლუტურად გეთანხმებით, სოფო, რომ აუცილებელია, რომ ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენა გაიგოს, რასთან აქვს საქმე. კი ბატონო. ისინი ამას გამოიყენებენ ყველანაირად, რომ ვთქვათ, თქვენ რომ აი ჩვენ აი ეს გარღვევა მოვახდინეთ.